გობაძე 8 წლის. სწავლობ 26 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, კითხვა და საჭმელების გაკეთება. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს კითხვა. კითხვა შემაყვარა ჩემმა დამრიგებელმა გულნაზი კახიძემ. ისე კარგად მასწავლა დედაენა, რომ შემიყვარდა. თავიდან სულ კითხულობდი ზღაპრებს. ჩემი საყვარელი ზღაპარია წითელქუდა. მინდა ვიყო წითელქუდა, მაგრამ გელმა არ შემჭამოს. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემ ოჯახს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი დები და ძმა და ბაბუა და ბებია. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა და 2 და. ჩემი უფროსი და არის 15 წლის და ჰქვია ნინი. ის არის მხიარული, ჭკვიანი და მეგობრული. ჩემი აზრით ნინი რომ გაიზრდება, გამოვა მოცეკვა. მეორე და არის 14 წლის და ჰქვია ნანა. ის არის ჭკვიანი, მოლაპარაკე და სახალისო. ჩემი აზრით ნანა გამოვა მომღერალი. ჩემი ძმა არის 1 თვის და ჰქვია თომა. ის არის მოუსვენარი, ტირადა და მჭამელი. თომა ალბათ გამოვა მზარეული. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და მხიარული. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, განათლებული და კარგი დიასახლისი. სულ ალაგებს სახლს და აკეთებს გემრიელ საჭმელებს. ყველაზე კარგად გამოვდის პიცის გამოცხადება. სხვათა შორის მეც კარგი დიასახლისი ვარ. პიცის გამოცხადებას ვიცი და გემრიელი ყავის მოდუღება. მე ასევე მიყვარს ცეკვა. 2 წელია ვცეკვავ ახალ თაობაში. ჩემი ქორეოგრაფებია თეონა აფაქიძე და ავთო გვიანიძე. უფრო მხიარულია და ლამაზი თეონა მასწავლებელი. ავთო მასწავლებელი არის სერიოზული და მოვთხოვი. ისევ ორივე კარგი მასწავლებელია, ყველას გვიყვარს. თავიდან ყველაზე მეტად გამეჭირდა ახალი ილეთის სწავლა. ადვილი იყო ტრიალების გაკეთება. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ილეთია ეს. უკვე 2-ჯერ მქონდა კონცერტი. უფრო მომეწონა პირველი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ფორმები გვეცვა. მალე გვექნება კონცერტი კაბადოკიაში. შემდეგი კონცერტი მინდა მქონდეს დუბაიში. ჩემი გეგმა არის, რომ კიდევ ვიცეკვო 6 წელი. ახლა მინდა რომ ვიყო 12 წლის, იმიტომ რომ მის რიცხვი ძალიან მიყვარს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ სულ ვთამაშობთ. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ბარბარე გოგიტიძე. ყველაზე ჭკვიანია ნუკი ფარტენაც. ყველაზე მშვიდია ნოე ჯაიანი. ყველაზე ცალკეა ბარბარე ჯოყილაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია გულნაზი კახიძე. იმიტომ რომ ის არის ჭკვიანი, მეგობრული და მოსიყვარული. და ბედნიერი. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ სულ გვახალისებს და სულ კონცერტებს გვადგმევიებს. ვცდილობს, რომ ჩვენც ყველა ვიყოთ ბედნიერი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვიცხოვრებდი პრინცესის სასახლეში. მე ვარ ნამდვილი პრინცესა და მჭირდება ასეთი სასახლე. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ლიზი რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ლიზი დამარქვა დედიკომ და ჩემი სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლიზი რომ არ მერქვას, მერქმეოდა ვიკი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის შენი ოცნება? მაგალითად, ჩემი ოცნებაა, რომ კარგად ვისწავლო ხატვა. ოცნების საჩუქარი არის iPhone 13. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.